მოგესალმებით. თქვენ უსმენთ პოდკასტების სერიის გზა შენამდეს მე-12 ეპიზოდს. მე კი მისი ავტორი ნინო ტოგონიძე ვარ. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე მინდა გესაუბროთ. ეს სწორედ ის თემაა, რაზეც მთელი თებერვლის განმავლობაში შენ სივრცეში გვექნება ლექციათა ციკლი, სადაც ამ თემას სხვადასხვა ჭრილში განიხილავს 4 სპიკერი. ისინი გაგვიზიარებენ საკუთარ ხედვას, გამოცდილებას და ცოდნას ჰიეროგამიის საიდუმლოების გარშემო. ეს თემა, რადგანაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი ცხოვრების კვლევის საგანს წარმოადგენს, მეც მინდა ამ პროცესში ჩავერთო ჩემი პოდკასტით, სადაც წარმოგიდგენთ ალქიმიური ქორწინების სიმბოლიკის გარჩევას. ჩვენ შინაგან არქეტიპულ ღვთაებრივ წყვილს, რომელიც წარმოდგენილია მეფისა და დედოფლის სახით ნახატზე, სადაც ალქიმიური ქორწინებაა გამოსახული. პირველ რიგში ყურადღება ცენტრზე გადავიტანეთ, სადაც ბუნების ორი საპირისპირო, მაგრამ ერთმანეთის შემავსებელი ძალა, ფემინური და მასკულინური ენერგიები ერთიანდებიან ალქიმიურ ქორწინებაში. სწორედ ეს წარმოადგენს ჰიეროგამიას, საკრალური ქორწინების სიმბოლოს. ხოლო მათი შვილი განასახიერებს ალქიმიურ ჰერმეტიკულ ბავშვს, რაც წარმოადგენს ჩვენს ხელახლა დაბადებას ახალ და ამაღლებულ ცნობიერებაში. ეს ქორწინება კურთხეულია სულიწმინდის მეშვეობით, რომელსაც განასახიერებს თეთრი მტრედი, როგორც შუამავალი სამოთხესა და დედამიწას შორის. სცენა გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად, რაც ასახავს ცნობიერების სხვადასხვა ასპექტებს, სადაც ორი ციური სხეული დომინირებს. მზე, რომელიც მართავს დღეს და წარმოადგენს ჩვენი არსებობის ნათელ, ცნობიერ მხარეს და მთვარე, რომელიც მართავს ღამეს და განასახიერებს ქვეცნობიერს, დამკვირვებელს და მზრუნველს. მარცხენა მხარეს სიბნელის სიღრმეებში, შორეულ ქალაქში, ალქიმიკოსი ფხიზლად დგას. ძილშიც კი იგი ცეცხლს უფრთხილდება და შუქს ინარჩუნებს, რადგან ალქიმიკოსები ყოველთვის ფხიზლად არიან. ეს მიგვითითებს, რომ ალქიმიური ქორწინება შინაგანი გამოცდილებაა, რომელიც უნდა განხორციელდეს სულიერი პრაქტიკით, მედიტაციით, შეუპოვრობით და საკუთარ თავში ღვთაებრივი სიყვარულის გაცნობიერებით. ნახატზე დაკვირვებისას მარცხენა მხარეს ჩვენ შევიცნობს ჩვენ მშვენიერ დედოფალს და ქალღმერთს. მისი სიწმინდე და უმანკოება სიმბოლურად წარმოდგენილია იუნიკორნის სახით. იუნიკორნი დაუღალავია, როცა მას უწმინდური გულით მისდევენ, მაგრამ მორჩილი და მშვიდია, როდესაც მას ქალწული უახლოვდება. როგორც ხუან ედუარდო სირლოტე განმართავს თავის სიმბოლოების ლექსიკონში, იუნიკორნი წარმოადგენს ღვთაებრივი სიტყვისა და מחვილის სიმბოლოს. იგი აღნიშნავს, რომ იუნიკორნი ასევე ალქიმიკოს და საიდუმლო ცეცხლის სიმბოლოა, რადგან ღვთაებრივი სიტყვა მსგავსია ცეცხლისა, გამწმენდი, გარდამქმნელი და სიცოცხლის მომნიჭებელი. შემდეგ ჩვენ ვხედავთ თეთრ გედს, რომელიც ნაზად მოცურავს დაბნელებულ წყლებზე. ალქიმიკოსისთვის თეთრი გედის გამოჩენა განსაკუთრებული სიმბოლოა, რადგან მისი მატერიაზე გამოჩენა ალქიმიური პროცესის, გათეთრების ეტაპის დაწყებას აღნიშნავს. ალბედო მოდის ლათინური სიტყვიდან ალბუს, რაც ნიშნავს თეთრს. იგი წარმოადგენს განწმენდის, განათების და სიბნელიდან სინათლის გაჩენის ფაზას, რომელიც ახასიათებს ნიგრედოს. იუნგის ფსიქოლოგიაში ეს ეტაპი სიმბოლურად ასახავს არაცნობიერი მასალის ცნობიერებაში მოტანის პროცესს, რაც იწვევს სიცხადეს, გამჭრიახობას და საკუთარი თავის ინტეგრაციის დაწყებას. ალბედო წარმოადგენს სინათლის პირველ ხილვას ნიგრედოს სიბნელის შემდეგ. ეს არის ეტაპი, როდესაც ქაოტური და ფრაგმენტული მასალა იწყებს გაერთიანებას უფრო თანმიმდევრულ და განწმენდილ ფორმაში. ეს განწმენდის პროცესი აუცილებელია ფილოსოფიური ქვის საბოლოო შექმნისთვის. ალქიმიის საბოლოო მიზანი, რომელიც სიმბოლოა დაპირისპირებულთა შერწყმის და სულიერი ერთიანობის მიღწევის. ტბაში ჩვენს ყურადღებას იქცევს ლოტუსი, რომელიც გაშლილი ფურცლებით დილის შუქს ესწრაფვის. იგი ფესობით ღრმა ტალახიან გრუნტზეა მიმაგრებული, რაც მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენს. ლოტუსი მშვენივრად განასახიერებს იმ იდეას, რომ ჩვენში უმაღლესი და წმინდა სწორედ ყველაზე დაბალი და მიწიერი საწყისიდან იბადება. ჩვენი დედოფლის ფეხებთან ხვდებით ველის შროშანს, ნას ყვავილს, რომელიც მზის ირიბ შუქზე ხარობს. ველის შროშანი სიმბოლურად გამოხატავს ახლად გაჩენილ მეს, ჩვენ შინაგან სამყაროში აღმოცენებულ არსებობას. მისი სიფაქისე და მზისკენ ნელ-ნელა გაშლილი ფურცლები გვიჩვენებს, რომ ცნობიერი შუქისკენ სვლისას ჯერ კიდევ არასაკმარისად ძლიერი მე, ჯერ ვერ უძლებს მზის პირდაპირ სხივების ინტენსივობას.
ეს მიგვანიშნებს, რომ ჩვენ სულიერი სიმწიფისა და დაკალიბრების პროცესი უნდა გავიაროთ მთვარისეული, ანუ ამრეკლავი და რბილი ფაზის გავლით, სანამ სული ალქიმიური ცეცხლის უმაღლეს ინტენსივობას შეხვდება. ჩვენ როგორც ათანორი, ალქიმიური ხუმელი სამუშაოს ცენტრალური ელემენტი ვართ. სურათის ცენტრში გამოსახული ჭურჭელი, რომელშიც ალქიმიური მეფე და დედოფალი იმყოფებიან, მიუთითებს, რომ ეს ჰერმეტიკული მუშაობაა, შინაგანი სულიერი მოვლენა. ათანორის ქვეშ ანთებული გარეგანი ცეცხლი ათბობს ჭურჭელს, ამაღლებს მის შიგნით ვიბრაციებს და იწყება ალქიმიური პროცესი. ეს გარეგანი ცეცხლი სიმბოლურად ასახავს ნების ცეცხლს, სულიერ მისწრაფებას, ღრმა, სუნთქვით პრაქტიკებს და სულიერ მედიტაციებს. ეს ელემენტები ერთად აღვივებენ სულის შინაგან ცეცხლს, რომელიც ჭურჭლის შიგნით ტრანსფორმაციის პროცესს იწვევს. ნახატის მარჯვენა მხარეს დღის სინათლის ბრწყინვალება ნათლად იგრძნობა. აქ ხედავთ მეფის სასახლეს და გორაზე აღმართულ სამლოცველოს, მდიდარი და ნაყოფიერი მიწის ფონზე, რომელიც ვაზებითა და ყურძნის მტევნებით არის მოფენილი. ეს გამოსახულება მზის ძალის მოქმედებას მიანიშნებს. ხეთს უკვე სრული ყვავილობის სტადიაშია, რაც გაზაფხულში ბუნების აღორძინებას აღნიშნავს. ეს კი შესაფერისი სიმბოლოა ჩვენი საკუთარი სულიერი გაღვიძებისა და სულიერი ამაღლებისთვის. მარჯვენა მხარე შეიძლება მარცხენა მხარესთან შედარებით ძალიან კონტრასტულად აღიქმებოდეს, თუმცა მისი გააზრება გვაძლევს ინფორმაციას პოლარული ძალების ჰარმონიული კავშირის შესახებ. ეს დუალობა სიმბოლურად წარმოდგენილია შავ-თეთრ იატაკზე, სადაც შეყვარებული წყვილი ქორწინების ფიცს ცვლის. დედოფალი, რომელიც მთვარის თეთრ ალქიმიურ ვარდს განასახიერებს, საკუთარ თავს უძღვნის მეფეს, რომელიც მზის ნათელი ალქიმიური ვარდის სიმბოლოა. ეს ფერები ასახავენ ალქიმიური პროცესის თეთრ და წითელ ეტაპებს. ჭადრაკისებრი იატაკი შავი და თეთრი კვადრატებით სინათლისა და სიბნელის ძალების ჰარმონიულ ბალანსს გამოხატავს. ეს ასახავს ალქიმიური ცეცხლისა და წყლის, ასევე გოგირდისა და მერკურის ქორწინებას. ამბობენ, რომ წყლის გარეშე ცეცხლი სამყაროს გადაწვავდა, ხოლო ცეცხლის გარეშე კი წყალი მას ჩაძირავდა. ეს სიმბოლო ჰარმონიული თანასწორობის აუცილებლობას გვახსენებს, სადაც საპირისპირო ძალები ერთმანეთს ავსებენ. მეფეს გვერდით მოჰყვება წითელი ლომი, რომელიც მძვინვარე ეგოს სიმბოლოა, თუმცა განწმენდილი, მორჩილი და მეფისადმი დამყოლი ეგო პრობლემას აღარ წარმოადგენს. პირიქით ის დადებითად გამოხატავს ნების ყოფას, სიმტკიცეს და სულის ძლევამოსილ ძალას. წითელი ლომი ასახავს მე ვარ პრინციპს, რომელიც როგორც კარლ იუნგი აღნიშნავდა აუცილებელია ცნობიერების ფორმირებისთვის. ეს სიმბოლო აერთიანებს პიროვნების ძალასა და სულიერი განვითარების უმაღლეს მიზანს. იუნგი წერს, ეგო ბუნებას არ შეუქმნია იმისთვის, რომ უსაზღვროდ მიჰყვეს თავის თვითნებურ იმპულსებს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანს დაეხმაროს გამთლიანებაში. სწორედ ეგოს მეშვეობით უნდა აინთოს მთელი სისტემა, რაც მას ცნობიერს გახდის. შესაბამისად, წითელი ლომი ჯერ უნდა დავიპყროთ და მოვკლოთ, ხოლო შემდეგ კი ალქიმიურად აღვადგინოთ. ის, ვისაც სულის ბნელი ღამის გამოცდილება აქვს, ამ პროცესს კარგად მიხვდება. ეს ნახატი შექმნილია იმისთვის, რომ ჭვრეტით და მედიტაციით გონებას მიეცეს საშუალება, რომ გააცნობიეროს ალქიმიური პროცესის სილამაზე. პროცესის, რომელიც გულისხმობს ცნობიერების რეგენერაციას და ადამიანის ყოველდღიური ყოფიდან ამაღლებას. ალქიმია ხშირად აღიქმნება ბნელ, იდუმალებით მოცულ მოგზაურობად. ამ პროცესში სიბნელეს აუცილებლად შევხვდებით პირისპირ, მაგრამ ეს უნდა აღვიქვათ როგორც სულის კურთხეული შინაგანი სიბნელე, რომელსაც აღმოვაჩენთ ალქიმიის რეგენერაციული ცეცხლის მეშვეობით, როდესაც ჩვენი არაცნობიერის ნაწილებს ნელ-ნელა ვაცნობიერებთ. ისევე როგორც სანთელი კარგავს თავის ნათებას, როდესაც ბნელი ოთახიდან მზის შუქში გავიტანთ, ასევე სულის ბრწყინვალება ამცირებს ეგოს. მანამ სანამ ამ ღვთაებრივი ცეცხლის ასიმილირება სრულად მოხდება, ჩვენ ჩავდივართ ცნობიერების უფრო დაბალ დონეზე, სადაც სიბნელე და გაურკვევლობაა. ჩვენმა ეგომ უნდა გაიაროს სულის ბნელი ღამე და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური გარდაცვალება. როგორც მამარდაშვილი იტყოდა, გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად. ჩვენ შეუპოვარნი უნდა ვიყოთ საკრალურ მსახურებაში, რადგან განთიადი სწორედ ყველაზე ბნელი საათის შემდეგ დგება,
რომელიც ავლენს ოქროს ცისკარს და საკუთარი თავის უფრო მაღალ წესრიგში ამაღლებას. არსებამ, რომელმაც ეს გზა განვლო, შინაგანი ალქიმიური ქორწინების შედეგად ერთიანდება უნივერსალურ საწყისთან. ეს წარმოადგენს ჰერმეტიკული შვილის გვირგვინოვან აღზევებას, ტრანსფორმაციისა და სულიერი სრულყოფის სიმბოლოს. ჰერმეტიკული შვილის დაბადება და გვირგვინის მიღება წარმოადგენს ალქიმიური ქორწილის ნახატის გაგრძელებას. ორივე გამოსახულების სცენა ერთმანეთთან კავშირშია. ხეების ტოტები ერთიანდება ნათელ ცაზე, რომელიც თეთრ რუბელს კვეთს. ამ ფონზე ვხედავთ ყოვლის მხედველ თვალს, რომელიც წარმოადგენს როგორც სინდისის თვალს, ასევე ღვთაებრივი ცნობიერების სიმბოლოს, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანში მკვიდრობს. ეს უდიდესი ძალა მოწმეა საოცარი და წმინდა მოვლენების განვითარებისა. ფონზე ჩანს ორი ციხე-სიმაგრე, ერთი მეფის მარცხნივ და მეორე დედოფლის მარჯვნივ. ეს ციხე-სიმაგრეები სიმბოლურად გამოხატავენ სულის სასახლეს და სულიწმინდის სასახლეს. შესაბამისად, სამყაროში სუფევს მშვიდობა, როდესაც ცნობიერების ეს ორი ასპექტი აერთიანებს თავიანთ სამეფოებს. მარცხნივ ორი მტრედი წარმოადგენენ სულიწმინდის შუამავლებს დედამიწასა და ზეცას შორის, რომლებიც განასახიერებენ სულიერებას და გააჩნიათ სუბლიმაციის და ფიქსაციის სუპერძალები. ისინი ხის ტოტზე სხედან, რომლის ფესვები ღრმად იჭრება მიწაში და კმაყოფილად გამოიყურებიან, რადგან თავიანთი როლი სამოთხის დედამიწაზე ჩამოტანა წარმატებით შეასრულეს. დედოფლის მარჯვნივ მოჩანს ფარშევანგები, რომლებიც წარმოადგენენ მთლიანობის სიმბოლოს. მათი კუდი აერთიანებს ყველა ფერს ერთიანობაში. ორი ფარშევანგის გვერდიგვერდ მშვიდობიანი თანაარსებობა გამოხატავს საპირისპირო ძალების გაერთიანებას პირველადი დუალობის ფარგლებში. სულიერი ენერგია და სასიცოცხლო ძალა ახლა მიიღება მედიტაციულ პროცესში. ზუსტად მანამდე, სანამ კრისტალურად სუფთა თეთრის სინათლე, ახალი და გაძლიერებული ცნობიერების სიმბოლო სრულიად არ გამოვლინდება. ნახატის ცენტრში ჩვენ ვხედავთ ჰერმეტიკულ ბავშვს, რომელსაც გვირგვინს ადგავენ მზე და მთვარე, სიმბოლიზებული დედა და მამას სახით. ჰერმეტიკული შვილი განასახიერებს ჩვენს განახლებულ სულსა და ცნობიერებას. ეს შინაგანი ბავშვი ხშირად წარმოდგენილია როგორც ცნობიერების მზარდი შუქი. როდესაც ეს შინაგანი შუქი სრულიად ვითარდება და შინაგან დაბადებად გარდაიქმნება, შვილი სიმბოლურად აღნიშნავს ცხოვრების იმ ეტაპს, სადაც ძველი მე ტრანსფორმირდება და ალქიმიური პროცესის მეშვეობით ახლიდან იბადება. ბავშვი განასახიერებს ახალ სულიერებისა და ცნობიერების შიდა გზამკვლევ შუქს, რომელიც თანდათან იფურჩქნება და გარდაიქმნება ჩვენ შიგნით აღმოცენებულ ოსტატად. ჰერმეტიკული ფილოსოფიის მიხედვით ეს შვილი მოიხსენიება როგორც მერკურის სეული და წარმოადგენს ანდროგენს, რაც მასში მამაკაცური და ქალური პრინციპების ერთიანობას გამოხატავს. იგი წააგავს ყვავილს, რომელიც ერთდროულად ფლობს მტვრიანებსა და ბუდკოს, რაც მას თვით რეგენერაციის უნარს ანიჭებს. ჰერმეტიკული ბავშვი ასევე წარმოადგენს ფილოსოფიური ქვის სიმბოლოს, ტრანსფორმაციისა და სულიერი სრულყოფილების უმაღლეს გამოსახულებას. როდესაც იგი გვირგვინდება, რაც უმაღლესი სულიერი მიღწევის ნიშანია, გვაუწყებს, რომ ალქიმიკოსის სული აღდგა და განახლდა ალქიმიური პროცესის ახალგაზრდული ძალის მეშვეობით, რაც იწვევს სულიერი გაღვიძებისა და ცნობიერების გაფართოვებას. ჰერმეტიკული შვილი არის ჩვენი ცნობიერი და ქვეცნობიერი ასპექტების გაერთიანების ნაყოფი, რომელიც წარმოადგენს ჩვენში მარადიულისა და ღვთაებრივის რეალიზების სიმბოლოს. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.